მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თავისუფალი ეთერი, მე კი მისი წამყვანი ოთო გელაშვილი ვარ. Ჩვენი დღევანდელი თემა იქნება პრობლემა, რომელიც უკავშირდებათ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დირექტორი ბატონი კახაბერ ჯანაშვილი და ჟურნალისტი ქალბატონი ნინო თოლორდავა. მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზანებისთვის. ეს არის საკითხი, რომელმაც ფაქტიურად მთელი საქართველოს შეძრა და გააერთიანა ის ჟურნალისტები, ყველა ტელევიზიის ჟურნალისტები. საქართველოში არიან ბავშვები, რომლებსაც ჩვენი დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ. როგორც მე ვიცი, გუშინ გახდა ცნობილი, რომ იმ ორ ბავშვს, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა, მთავრობამ გამოუყო ის დასახმარებელი თანხა. ჩვენ გვაინტერესებს კიდევ რამდენი არის ესეთი ბავშვი, რამდენს ესაჭიროება დახმარება და როგორ არის შესაძლებელი, რომ დავეხმაროთ ამ ბავშვებსაც, როგორც იმ ორს. თუ შეიძლება რომ გვიპასუხოთ. საქმე იმაშია, რომ ლეიკემიით დაავადებული შემთხვევები საქართველოში წელიწადში 50-60 შემთხვევა ვლინდება, ახალი შემთხვევა და ამ ახალი 50-60 შემთხვევიდან 8-12 ბავშვი წლის განმავლობაში ესაჭიროება წლის ტვინის გადანება ან ტრანსპლანტაცია საზღვარგარეთ. კერძოდ კავშირი აქვს იაშვილის კლინიკას, ვერონას კლინიკასთან, სადაც ეს ტრანსპლანტაცია რეალური ღირებულება არის 150,000 евро და ხელშეკრულების საფუძველზე ვერონა 75,000 ევროთ უკეთებს ანუ კურნალობას და გადანებას უკეთებს ნახევარ ფასში. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მას დონორი ყავს. თუ დონორი არ ყავს, ამას ემატება 25,000 евро, რომელიც ძალიან ძვირია ყველა ადამიანისთვის. დონორის მოსაძიებლად არის საჭირო. ეს არის ძალიან რთული და მძიმე სიტუაცია ქვეყანაში და თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ ამ ბავშვებთან ურთიერთობა. მე მაინტერესებს, რამდენად რთული არის ურთიერთობა ასეთ ბავშვებთან, როცა არც იცით ის თუ რამდენად შესაძლებელი არის დაეხმაროთ ამ ბავშვს და დაამშვიდოთ თუნდაც ამ მდგომარეობაში. რთული არის იქნა გამომდინარე, რომ უბრალოდ სახელმწიფო მხარდაჭერა არ არსებობს ესეთი ბავშვების. ანუ არ არის აქ საუბარი ზოგადად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე, იმიტომ რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების პირველად დახმარებას სახელმწიფო აფინანსებს. ანუ ეს გულისხმობს ქიმიოთერაპიას. ქიმიოთერაპია ყველა ბავშვის ფინანსდება. თუმცა აი ახლა მახსენა 60 ბავშვიდან დაახლოებით 8-10-12 ბავშვი არის ისეთი ფორმა აქვს ამ ლეიკემიის, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება გადანერგვა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როდესაც არ არის სახელმწიფოში იმის სახსრები, იმის თანხა, იმის პროგრამა, რომ ეს ბავშვები დააფინანსოთ, ამ შემთხვევაში არის ეს ურთულესი, ეს არის აი ძალიან სერიოზული საკითხი, რასაც ფაქტიურად ჩვენი ფონდი კახა ჯანაშვილის ხელმძღვანელობით მე აუცილებლად მინდა ეს ვთქვა, იმიტომ რომ რეალურად ეს პრობლემა არსებობდა, ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცოდით ამ პრობლემის არსებობა ქვეყანაში, თუმცა ამას ჭირდებოდა ის ძლიერი ხელი, ის ორგანიზება, რაც ამ ადამიანმა გაუკეთა სრულიად მედიას, იმიტომ რომ როდესაც არის გამოუვალი სიტუაცია, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იღებს ამას თავის თავზე, რომ იქნებ რაღაცა გააკეთოს, იქნებ ხმა აიმაღლოს, იქნებ სახელმწიფოს მიაწვდინოს ხმა, იმიტომ რომ ჩვენ მეტნაკლებად უფრო შეგვიძლია ეს ძალგვიც რომ გარკვეულ ადამიანებს მივაწოდოთ ეს პრობლემა. თუმცა ეს პრობლემა რეალურად არსებობდა, ხო? და თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა, რომ ეს რეალურად არის ეს სიტუაცია. თუმცა არ ვიყავით ჩვენ ამაში ღრმად ჩახედული და ვიყავით გაფანტული და აი ჩვენ თითოეული ჩვენგანი ჩვენ ნაჭუჭში ვღელავდით ამ საკითხს. თუმცა იყო საჭირო ადამიანი, რომელიც ამას ყველაფერს გაუკეთებდა ორგანიზებას და ამის პროვოცირება მოახდინა დიტო ცინცაძის თემამ, იმიტომ რომ დიტო ცინცაძის თემამ ჩვენ თითოეული ჩვენგანი შეძრა და მე კარგად მახსოვს, ეხლა სხვა შეც რომ მოვდიოდი გზაში ვიხსენებდი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დიტოს ამბავი, როდესაც გავიგეთ, ყველა ვიყავით ერთიანად შოკირებული, თუმცა თითოეული ჩვენგანი უბრალოდ არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა და რას ვაკეთებდით ელემენტარულად, როგორ მახსოვს და სხვა შეც დღეს ვიხსენებდი რომ მოვდიოდი გზაში. რითი გამოვხატავდით ჩვენს მხარდაჭერას და აი რო არ იცი რა გააკეთო, კედლებს ეხეთქები არ იცი რა გააკეთო და სურათებს ვტვირთავდით Facebook-ზე. სურათებით დაიწყო, აი ვის რა გქონდა დიტოსთან დაკავშირებით, აი ვტვირთავდით ამ სურათს, არ ვიცოდით რა გავუკეთებია და ეს ადამიანი კახა ჯანაშვილი, მე ძალიან ხშირად ვიძახი ხოლმე ამას და მინდა კიდევ ერთხელ თქვენთანაც ვთქვა, რომ აი ეს არის ადამიანი რეალურად, რომელმაც თქვა, რომ რაღაცა უნდა გააკეთდეს. ამ ადამიანმა გადადო ყველაფერი თავისი საქმე და
თითოეული ჩვენგანი, რომელიც ამაზე ვწუხდით, ამაზე დავდობდით, ამაზე არ ვიცოდით რა გვაქვს. გაგაერთიანოთ ამ პრობლემას. გაგაერთიანოთ და თქვა, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. და ეს გზა დასახა, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება არის პრობლემა, რა არის როგორ მოუარო ამას. და ალბათ რაღაცა კიდე სხვა პრობლემებიც აკადემიას ზოგადად ხო რაღაცას ბევრი რაღაცით გაკვტვინი და დაკავებული. თუმცა არის ადამიანი, რომელიც ეს შეგაჯანჯღარებს და გეტყვის, რომ აუცილებლად უნდა დადგე 1 მინუტის გვერდში უნდა დავდგეთ, ხელი ჩავკიდოთ და უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. და აი ეს იყო კახაჯანაშვილი, რომელმაც მართლაც და ნამდვილად ღვთისმიერ საქმეს აკეთებს და ნამდვილად კარგი საქმე არის. აიღო ეს თავისთავად და მე ჩვენ ყველა დაუდაგით მას გვერდში. ძალიან რთული მომენტი იყო ჩემთვის მაგალითად დიდო ჩემი მეგობარია, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ფაქტიურად შემიძლია მე ვთქვა რომ მე გავზარდე დიდო და ოპერატორობა ვასწავლე მე. ამის ყველას მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. თავის დროზე პირველ არხზე ასე ვთქვათ. ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და ვართ. მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ ყველაზე რთული იყო ჩემთვის ერთი მომენტი, რომ როდესაც დიდო ძალიან მძიმედ იყო უკვე მეორედ რეციდივი მისცა და დაემთხვა არჩევნებს, პოლიტიკური სიტუაცია იყო დაძაბული, არავის არ ეცვალა ჩვენთვის და დიდო იყო ღვთისანაბარად მიტოვებული და მართლა ესე იყო რაც ნინომ თქვა, ჩვენ რაღაც სურათებს ვაშიარებდით და ამით ვიმაშვებოდით, მაგრამ ყველაზე რთული იყო ის, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა იყო და იყო სასწრაფოდ თანხა საჭირო, რომ ეს ქიმიოთერაპია, რომელიც და ეს რამდენ ხანში უნდა შეგროვებულიყო ის თანხა? არა, თანხაზე არ იყო, აქ საერთოდ არ იყო მაგ დროს თანხაზე ლაპარაკი, აქ იყო მარტო ერთ ქიმიოთერაპიაზე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იყო საჭირო. მოხდა ის, რომ მე ჩემ მეგობრებთან ერთად, ნინოსთან და სულ ყველა იმ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა მაშინ, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოდით ვინმემ გამოიტანოს კრედიტი და გამოვიტანეთ კრედიტი, ანუ მე გამოვიტანე კრედიტი ჩემ მეგობრების დახმარებით და ის პირველი ქიმიოთერაპია დაიწყო დიდოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ყველაზე რთული რატო წავედი ამ გზით, ახლა გეტყვით, რთული ის იყო, რომ როდესაც დაიწყო მისი ეს კურნალობა, მე კარგად მახსოვს, რომ მივედი წამლების წამოსაღებად 6200 ლარი გადავიხადე, მაფტერა იყო წამალი, რომელიც 800 მილიგრამიანში, რომელიც საკოლოსალური თანხაა და მერწმუნებით არც ერთ ადამიანს, არც ერთი ბავშვის დედას და არც ერთ დასრულს არ აქვს იმხელა თანხა, რომ 6800 ლარი გადაიხადო 800 მილიგრამიან წამალში. მოკლედ და ეს თითო წამალი ხდება ამდენ 800 მილიგრამიანი და ეს ამდენი ხანი იყო თითქმის ყველა ქიმიოთერაპიაზე ჭირდებოდა დიდოს, არ ვიცი, სასწაულით ახები დაიხარჯა დიდოს ხუმრობითაც კი ვეძახით, რომ შენ ხარ კაცი ინვესტიცია. ხო და მოხდა რა, მე რო შევედი დიდო უკვე დაწყებული იყო პროცესი, მაგრამ ძალიან მძიმედ იყო და შევთხოვე, რომ ებრძოლა გაიგრძელებინა ბრძოლა და ორები არ ჩამოეყარა და ჩვენ მის გვერდით ვიყავით და ჩვენ ყველაფერს მეგობარი ედგა გვერდით, ჩვენ ყველაფერს კი რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით. დიდო იმედიანად არ იყო იმ პერიოდში და მისი სიტყვები იყო ერთი. ახლა აი ჩემს გვერდზე პალატაში შედი და შეიხედე რა ხდება მეთქი იმ პალატაში. მე 31 წლის ავარო რა. მე ცოლიც ავყავს, შვილებიც ავყავს და რაღაცა ვნახე ამ ქვეყანაზეო რა. და იქ 3 წლის პატარა ბავშვი წევს, რომელიცაც იგივე პრობლემა აქვს. და მე რაღაცა მანახი მაქვს. ჯობია ის ბავშვი გადაარჩინოთო და იმას დაეხმაროთ, ვიდრე მეო წასულიაო რა, მოკლედ ჩემი საქმე. მაშინ მივხვდი დიდო რა ადამიანი უფრო ღრმად მივხვდი, რომ მანამდეც ვიცოდი რა სულ გრძელი და რა კაცი იყო. და მაშინ ვთხარი ზუსტად, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადარჩები და შემდეგ ერთად მივხედავთ აი ამ პატარა ბავშვებს, რომელიც აი ესე არიან მიტოვებული. ანუ ფაქტი ის, რომ ეს ყველაფერი დაიწყო დიდოსგან და ჩემგან, რომ ეს ბავშვები უნდა გადარჩენილიყვნენ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენს ეთერში ზარი არის, გისმენთ? შენთ აუდიტორიაში, მან მიშოსთან აქეთ. გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გისმენთ?
მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ ეთერში გასვლას, ტელევიზიას მოგილოცავ, მეორე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ეთერი გაქვთ, ძალიან კარგი პიროვნებები გყავთ დღეს სტუმრად მოწვეული და აი სწორედ სტუმრებთან მექნება, აი ამ კომპეტენტურ პირებთან მექნება მე შეკითხვა რამ გამოიწვია მათი ამ ფონდის ჩამოყალიბება, რომ ხომ არ იყო რაღაც გარკვეული მიზეზი, აი კონკრეტული გარკვეული მიზეზი იმისთვის, რომ ეს ფონდი შემდგარიყო და მეორე აი ახსენა, რომ კრედიტი გამოიტანეს. რის საფუძველზე დაფარეს ეს კრედიტი და აწი როგორ აპირებენ ამ ფონდის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის, ფონდის ხაზინის შევსებას. და ანუ რა იქნება ანუ ეს რომ ჩამოაყალიბოს თუ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. ფონდი ჩამოყალიბდა, მადლობა კითხვისათვის. ფონდი ჩამოყალიბდა დიტოს გამო. დიახ. დიტოს გადასარჩენად. იგი მე დავაფუძნე პირადად, იმიტომ რომ პირველი აზრი რაც გამიჩნდა იყო ის, რომ უნდა გაკეთებულიყო ნომერი, რომელსაც ადამიანები დარეკავდნენ და შემოსული თანხით შეივსებოდა დიტოს დასახმარებლად თანხები. აი ეს ნომერი რო გამეკეთებინა, ამისთვის რო არ დაბეგრილიყო რაღაცა ამდაგვარი, უნდა გაკეთებულიყო ფონდი. ნუ დავაფუძნე ფონდი დიმიტრი ცინცადის დახმარების ფონდი ერქვა ამ ფონდს. და დავიწყეთ ამ ფონდზე ზრუნვა და ესე ზარები ჩვენი მეგობრები რაც შეეხება კრედიტზე იყო დასმული კითხვა, კრედიტი რო გამოვიტანე მე, ეს იყო 9800 ლარი, ძალიან კარგად მახსოვს. და თვენახევარში ჩემმა კოლეგებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, ტექნიკური პერსონალმა, ყველამ შევაგროვეთ თანხა და თვენახევარში ეს თანხა იყო დაფარული. და ამაში იღებდა თითოეული მათგანი მონაწილეობას. კიდევ ერთხელ უთხრათ მათ მადლობა, იმიტომ რომ ამაში მონაწილეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის და ერთი თვე არა, ეს მარტო კრედიტზე არ იყო აქ ლაპარაკი, მანამდე თითოს 2010 წელს დაიწყო ეს პრობლემები და ჩვენ საზოგადოებამ ეს პრობლემა გაიგო 2011-ში. მანამდე ჩვენ ეს არავისთვის არ გავიგებინე. ძალიან სასიხარულო არის, რომ დიტო დაუბრუნდა ჯანსაღ ცხოვრებას, თუმცა წეგანაც ახსენეთ, რომ დიტოს შემდეგ შეიქმნა ეს ფონდი. ანუ დღესაც არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ფონდი და გააგრძელა ამ ფონდმა უბრალოდ ფუნქციონირება. ანუ მე მაინტერესებს, რას აკეთებს ეს ფონდი იმისთვის, რომ თუნდაც ამ ბავშვებს დავეხმაროთ და თუ ეხმარება ეს ფონდი რამეს, ანუ ამ ბავშვებს. ჩვენ ერთი იტყვი ეს ფონდი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს. ზუსტად ამ ფონდის წყალობით ალბათ ეხლა ნუ ესე ვერ მივაწერ ბოლომდე ფონდს, თუმცა ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ფონდს თენგო ზაკაშვილის 8 წლის თენგო ზაკაშვილის მკურნალობაში, რომელიც ვერონაში გაემგზავრა სწორედ მას გაუკეთდა ოპერაცია, გადანერგვა და რომ არა, ჯერ გაკეთებული არ არის. ანუ წარმატებით მკურნალობს მე იქ ამ დროში. ანუ უკვე წასული არის სამკურნალო. წასულია სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით. ასევე თქვენ გიცით ალბათ გუშინდელი ინფორმაცია მირზა ცეცხლაძე, რომელიც აი დღე-დღეზე უნდა წავიდეს. და მე მგონი გიორგი გაბედავაც იყო, ხო? და ასევე გიორგი გაბედავა ეხლა კლავ რიგში ფაქტიურად ასე ვიტყვით. მასაც ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება, სასწრაფოდ მოხდეს ამ ბავშვის გაგზავნა, იმიტომ რომ მირზა ცეცხლაძის თემა უკვე გადაწყვეტილია ჩემი კოლეგების ანუ მე როგორც ვიცი მირზა ცეცხლაძესაც დაუფინანსდა და მე მგონი გიორგისაც და გიორგის არა ჯერ განხილვის პროცესია გაბედავს ამბავი მე მგონი გადაწყდება ალბათ დადებითად მაგრამ ამის გარდა არიან ბავშვები უამრავი ბაშვები ბავშვებს გადაალევს სამწუხაროდ მე ვუჩვენ თქვენ ტელევიზიას თქვენ პირადად ჟურნალისტები ხართ აგრე გადაცემას აკეთებთ მიბრძანდით იაშვილის კლინიკაში, ჩვენ დაგაკონტაქტებთ, შებრძანდით და ნახეთ ეს ბავშვები. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის, რომ როგორც ახალბედა ჟურნალისტები და მომავალი ჟურნალისტები, გვინდა რომ ჩვენც მიიღოთ რაღაც წვლილი შევიტანოთ ამ იმაში და ალბათ შევძლებთ კიდეც რაღაც მხრივ დახმარებას. კიდევ არის ერთი მომენტი, რომ ყველა ადამიანს გულზე ხვდება თუნდაც ის ბილბორდები, რომელიც თბილისში გვხდება ამ ბავშვებთან გადაღებული, ანუ ყველა ჟურნალისტმა გადაიღო. მე მინდა გაიხსენოთ, წაგან კი ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გაიხსენოთ ის პირველი ემოცია, როცა ამ ბავშვებს შევხვდით სულ პირველად, თუმცა
სანამ ამ საკითხს განმარტავდეთ, მანამდე ისევე ზარი არის ჩვენს ეთერში, გისმენთ? Алло, გამარჯობათ, მოგესალმებით, მე პირველ რიგში მოგესალმებით გადაცემაში გასვლა, ეთერში გასვლა ძალიან საინტერესო თემატიკას ეხება თქვენი გადაცემები ყოველთვის ბატონო თარ. მე მინდა მოგიკითხა და უსვა თქვენს სტუმრებს, აი მირზა ცეცხლაძე ვახსენა თქვენ მომწვეულმა სტუმრებმა. დაახლოებით რა თანხა შეიძლება თუ შეუძლია დაკონკრეტება ამასთან დაკავშირებით თქვენ სტუმრებს და თუ არის ეს თანხა იმოდენობის რომ როდესაც პაციენტი მირზა წავიდეს და დაფინანსებულ იქნას სრულიად მისი ასე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად. ესე იგი თუ არის იმდენი თანხა გამოყოფილი რომ ეს ბავშვები წავიდნენ და თუ არის შესაძლებელია კი და თანხა ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ინფორმაციას მოგაწვდით, მირზა ისევ ცუდად არის. ეს მისი მდგომარეობა კიდე გართულდა, მას 38 ნახევარი სიცხე აქვს და დილებიდან სისხლდენა დაიწყო და ჩაქცევები მოემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა უფრო რთულდება. ჩვენ ვიცით, რომ ჯანმრთელობის სამინისტრო სერიოზულად ჩაერთო ამ ამბავში, რომ სასწრაფოდ იქნას მირზა გაყვანილი. ამას სჭირდება პროცედურები, მას უნდა მოუვიდეს ვიზა, თანხა უნდა დაჯდეს ვერონას კლინიკაში. მე მგონი 10 დღეში უნდა საგარეო საქმეთა სამინისტროზე, რომელიც იმედი გვაქვს, რომ დააჩქარებს. როგორც მე მგონი 10 დღეში უნდა მოხდეს ამ ბავშვის რაც მალე მოხდება. ალბათ არ იცის უკვე, იმიტომ რომ დამძიმებულია. საქმე იმაშია კიდე რომ მირზა უნდა გაემზადოს. მისთვის ფრენაც სახიფათოა. უნდა დასტაბილურდეს. დაახლოებით თუ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით როდის იქნება შესაძლებელი რომ უკვე ეს ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვქლობთ. აი ბოლო ინფორმაციით გორმონებს გადაიყვანეს მირზა იმისთვის რომ დაუსტაბილურდეს მდგომარეობა დღეს ხვალ, შემდეგ უკვე უნდა ჩაწერილია ვიზაზე, როგორც მე ვიცი და როგორც გვაქვს ბოლო ინფორმაცია. ეხლა უკვე ჯერით საგარეო საქმეთა სამინისტროზეა, რომელიც იმედი გვაქვს რომ დააჩქარებს ამ პროცედურას, იმიტომ რომ არ იცის რომ ალბათ 2-3 დღეში ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდება და კარგი იქნებოდა თუ 4-5 დღეში უკვე ბავშვი ძალიან კარგი იქნება პირიქით. წეგან თქვით იმ ემოციაზე, როცა პირველად შეხვდით ამ ბავშვებს, ან თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ, ანუ როგორ პირველად გულბორდების დროს არ იყო პირველად ჩვენ შევხვდით 14 იანვარს გახა თუ არ ვხდები ახალ წელს ბავშვებთან, იმიტომ რომ მათ თვითონ მოითხოვეს ჩვენთან ერთად ახალი წელი შეხვედრა, ჩვენ წავედით რაღაც ისეთი გასართობი პროგრამით, როგორც მახსოვს და იქ თოვლის ბაბუით და საჩუქრებით, რაღაც ვეცადეთ რომ ბავშვებისთვის რაღაც სასიამოვნო ბედნიერი ღამე გვეჩუქებინა. არ ვიცი რამდენად შემძელით ეს, თუმცა ეს თითოეული ჩვენგანისთვის იყო ძალიან მძიმე. მე ჩემ შვილთან ერთად ვიყავე მახსოვს და ძალიან ისე დიდი ემოცია იყო, რომ ბავშვმა ვერ გაძლო და ქვემოთ ჩავიდა პირველ სართულზე, იმიტომ რომ ეს იყო უმძიმესი. დიდი ემოცია იქნება. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ამ იაშვილის კლინიკას ჩვენ რატო წავედით. ჩვენ თამთადემურიშვილმა მოგვაწოდა ამ ბავშვების წერილები და Facebook-ის საშუალებით დადო, სადაც ბავშვებს თოვლის ბაბუებისთვის მიწერილი ქონდა წერილები, რომ ვის რა საჩუქარი უნდოდა. და ნუ რა ვიცი, არა მარტო ჩვენი, ძალიან ბევრი კომპანია ჩაერთო ამ საქმეში, რომ მათი მხარდაჭერით, ჩვენი მხარდაჭერით და ჩვენი ვისაც რა შეგვეძლო მოკლედ ყველა პატარა ბავშვს ლეიკემი დაავადებულ ბავშვს აუსრულეთ ოცნება და ის საჩუქრები არ ქონდა რაც ქონდა დაწერილი და საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრები იყო, მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენ ეს შევასრულეთ და ნამდვილად გავუხალისეთ ერთი დღე. ეს მართლა თქვენ ემოციასთან დაკავშირებით გკითხეთ ჩვენ და მე კიდევ მინდა რომ ვთქვა ეს, იმიტომ რომ ასე მგონია თქვენც რომ წახვიდათ, აი კახამ გითხრათ კიდევაც რომ აი მიდით და ნახეთ, ანუ შეუძლებელია უბრალოდ გულგრილი დარჩე ამის შემხედვარედ და მე იცი აუცილებლად ფიქრობ იმას, რომ ვაიმე ღმერთო დაიფარე, ყველა ოჯახი დამიფარე მე და მე უფრო მეტად აი შიში უფრო გეწყება ამას, რომ ხედავ შენი თვალით და გეშინია, იცი რისი გეშინია, რომ ამა ყველაფერმა ღმერთო დაიფაროს და აი შენს ახლობელს არ შეეხოს და ამიტომ ფიქრობ, რომ აუცილებლად რაღაცა უნდა გააკეთო, იქნებ რაღაცა გააკეთო, რომ აი რაღაცა ღმერთის მომენტი აი ხვდებით რომ აი როგორ ვთქვა უფლის შემწეობით ღმერთის შიში თითქოს კი არა და აი რაღაცა აი ეს უბედურება რომ შენ ძალიან რთულია როცა მთლა ამას უყურებ უკვე როგორც კი ჩააგდებ შენ თავს აი ამ ბავშვის იმ ოჯახის მდგომარეობაში
ძალიან რთული ამის ყურება, როცა 3 თვის პატარა, სულ პატარა ამხელა ბავშვი დედას ხელში ყავს. 2 კვირის ბავშვი შეერთებული წვეთოვანზე, კათეტერზე, სისხლდენით, ეს არის საშინელება. რა თქმა უნდა, მშობლისთვის მით უმეტეს რთული არის. მე მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი საკონტაქტო ნომრები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ, დასვათ ნებისმიერი კითხვა და მეც და ჩვენი სტუმრებიც შეიძლება რომ ამომწურავთ უპასუხოთ თქვენს კითხვებს, ეს არის 235-33-07, ხოლო SMS ნომრები 933-40, 933-41, 955-000. ჩვენ მოვიძიეთ რაღაც ვიდეო ამ ბავშვებთან დაკავშირებით, გვინდა რომ საზოგადოებამ უფრო სხვა თვალით შეხედოს ამ ყველაფერს, მოდით ვნახოთ ეს ვიდეო კადრები და შემდეგ გავაგრძელებთ უკვე ჩვენი მსჯელობა, თუ შეიძლება ვიდეო კადრები ეთერში. აქ ლეიკემიით დაავადებულებს მკურნალობენ. წლების განმავლობაში ამ დაავადების სახელის გაგონებაც კი ზარავდათ ადამიანებს. დღეს კი ამ პატარა პაციენტებმაც კი იციან, რომ სწორი მკურნალობის და დროული დიაგნოზის დახმარებით სისხლის გადათრება უკან იხევს და ცხოვრება კვლავ ისეთი მშვენიერი ხდება, როგორიც უფალმა შექმნა. სისხლის გადათრება დღევანდელი მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, მაგრამ არავინ იცის თუ საიდან მოდის ეს დაავადება, რომელმაც სამწუხაროდ გასულ წლებთან შედარებით იმატა. ძნელია, წარმოუდგენელიც კი, უყურო მათ გათეთრებულ, შიშით და ტკივილით გატანჯულ სახეებს. მე რეალურად ვარ ერთ-ერთი მშობელი, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა 2008 წელს გადაიტანა ეს დაავადება. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ომიც იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. 8 თვის განმავლობაში ვიწეკით საავადმყოფოში. გამოსვლის შემდეგ უკვე მოძრაობა უჭირდა შვილს, საერთოდ არ შეეძლო მოძრაობა. დაგვჭირდა ვარჯიშები, მასაჟები იმისთვის, რომ ფეხზე დამდგარიყო. ამ დაავადების მკურნალობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე შესაძლებელია, მხოლოდ ამისათვის საჭიროა დროული დახმარება, მაღალი ხარისხის პრეპარატები. ლეიკემიამ არ იცის ასაკი, დაფინანსება კი მხოლოდ 17 წლამდეა შესაძლებელი. პაციენტები, რომლებიც ამთავრებენ საავადმყოფოში მკურნალობას, მუდმივი მონიტორინგის ქვეშ რჩებიან. ქალბატონი მარინა გოგიჩაიშვილის და მისი მეგობრების დახმარებით, ავადმყოფები უკვე მარაგდებიან ძვირად ღირებული წამლებით, რომელთაგან თითოეულის ღირებულება წლის განმავლობაში 10,000-ობით ლარს შეადგენს. ლეიკემია, რომ საშიში დაავადება აღარ არის, ეს ამ პატარების ნამუშევრებსაც ეტყობათ. ისინი უფლის მადლით გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მანამდე კი ცხოვრებას აი ამ ლამაზი ფერებით ილამაზებენ. ტელევიზია ერწულოვნება ულოცავს მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვისურვებდით აღდგომის სასწაულთმოქმედმა ძალამ გამოაჯანმრთელოს და დღეგრძელობა მიანიჭოს მათ. და არასოდეს დაავიწყდეთ, რომ უფალი თავის შვილებს განსაცდელში არტოვებს. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მე მგონი ძალიან გულისამაჩუყებელი კადრები იყო. ძნელი არის უყურო იმ მშობლების ტკივილს, რომლებსაც მართლა ესეთი შვილები ყავს. ემოცია კიდე ცალკე იყოს, ეს დაავადება არის, ეს დაავადება წელიწადში 50-60 ბავშვს ემართება და სამწუხაროდ ალბათ ეს სტატისტიკა ისევე ან დარჩება, ან შემცირდება, გაიზრდება ღმერთის წყალობით იქნებ შემცირდეს, თუმცა ყველაზე მთავარი ამაში არის ის, რომ უსახსრობის გამო ამ ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად ამ დაავადების მკურნალობა შესაძლებელი არის. იმ ფორმებისაც კი, რომელსაც ძალიან რთულია, რომელსაც ძალიან რთული ფორმა აქვს, ანუ ამ დაავადების და რომელსაც აუცილებლად ესაჭირება საზღვრებს გარეთ გამგზავრება. ესეთი ფორმის დაავადებას იკურნება. თუმცა თუ კი არის საშუალება, თუ კი არის სახსრები. ყველაზე ძიმე არის, რომ სახსრების გამო, იმიტომ რომ უსახსრობა, იმიტომ რომ არ აქვს ოჯახს ფინანსები, ბავშვები იღუპებიან. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამაში, რომ აუცილებელია, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ამაში, აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერა, აუცილებელია ბიზნესის, საქმიანი წრეების
მხარდაჭერა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. არ არის ჩვენი მთავარი მიზანი ის, რომ ანუ რაღაც მოუხერხოთ ამ და ეს დაავადება არის, ეს დაავადება იქნება სულ სამწუხაროდ. ყოველთვის რა თქმა უნდა. თუმცა აუცილებელია რაღაცა ბერკეტი იმისა, რომ მოხდეს ამის ეს ბარიერები გადავლახოთ ყოველთვის და სანამ კითხვას დასვავდით. დიახ. მინდა კიდე მოყვე ერთი ამბავი, რომელიც დიდო ავად იყო უკვე ვაგროვდით უკვე ჩვენ შეგროვების პროცესში ვიყავით. როდესაც 14 წლის ანა რომანაძე გარდაიცვალა თბილისში. მასაც ძვლის ტვინის გადანერგვა ჭირდებოდა და იგი 9 თვე ამ დაავადებას აქვს ზუსტად ეს ძალიან დიდი პერიოდია. მალე პროგრესირებს. 9 თვის განმავლობაში თუ ბავშვს ჭირდება ძვლის ტვინის და ნებისმიერ ადამიანს ძვლის ტვინის გადანერგვა, ის უნდა მოხერხდეს ამ 9 თვეში. თუ 9 თვეს გადაცდა და დაკარგა ფუნქცია უკვე იმ ძვლის ტვინმა, რაც ისი გადანერგვაც უნდა მოხდეს, ის უკვე წყალდება, შემდეგ აღარ აქვს ადამიანი არაფუნქციონალური ხდება უკვე. 9 თვის განმავლობაში პატარა ანა რომანაძე ელოდებოდა ამ დახმარებას. და იბრძოდა ცხესიც და 25,000 ევროს გარდა ამ ოჯახმა ვერ შეაგროვა. დიახ. და შემდეგ ანას გარდაცვალების შემდეგ მის პალატაში იპოვეს დღიური და მის დღიურში ეწერა ესეთი წერილი. მე მინდა ვთქვა მისი სიტყვები. იგი წერდა და დიდი ადამიანივით იაზროვნა ამ პატარა ბავშვმა და დაწერა ესე რომ ნუ თუ როგორ ვერ მოიძებნა ამ სახელმწიფოში ის თანხა რომ ჩემთვის სიცოცხლე გეჩუქებინათ და ბოლო სამთავრობო ესე მე მინდა ვიყო ბოლო ბავშვი იმ ბავშვთა შორის ვინც საქართველოში უსახსრობის გამო დაიღუპება და ამისთვის თქვენ ყველაფერი გააკეთეთ. ეს ძალიან დიდი მადლობა. მივიღეთ როგორც ანდერძად და ჩვენ ვასრულებთ ანას ანდერძს და ვიბძით ამისთვის. ძალიან დიდი ბოდიში ჩვენს ეთერში ისევ ზარი არის. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მაინტერესებს აი თქვენ ახსენეთ ახლა პროექტი, რომელიც ლეიკემიის ბოდიშს გიხდით ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება. თქვენ ახსენეთ რომ ლეიკემიის დაავადებულ ბავშვებს ეხმარებით თქვენი პროექტით. დიახ. და მაინტერესებს რომ მთავრობა რამდენად გიდგას გვერდში და რამდენად ეხმარება ამ ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მთავრობასთან ჩვენ ქონდა სულ თავიდან ჩვენ შევხვდით ბატონ დავით უსუფაშვილს. ჩვენ ვესაუბრეთ მას ამ სერიოზულ პრობლემაზე. ჩვენ ვიმუშავოთ დოკუმენტაციაზე, საზღვარგარეთ როგორ მუშაობს ეს ფონდის სიტუაცია, როგორ არის საზღვარგარეთ ამ ტრანსპლანტაციის ცენტრის მუშაობა, რა შეიძლება გაკეთდეს. ანუ ჩვენ შევთავაზეთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ჩვენ ქვეყანაში რა შეიძლება გაკეთდეს და ბატონმა დავითმა ძალიან ყურადღებით მოგვისმინა და აღვიქვა მხარდაჭერა და რა თქმა უნდა ის მხარს გვიჭერს. უბრალოდ ამას ჭირდება დრო სახელმწიფოსგან, რომ რაღაც ქმედით უნარიანი გახდეს სახელმწიფო, იმიტომ რომ ბიუჯეტი გაწერილია, დამტკიცებულია და ფაქტიურად ვერ გაწდება ყველა ბავშვის დასახმარებლად ეს თანხა. გაწდება, მაგრამ არის აქ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი, არის ეს უფრო დოკუმენტური, ანუ ეს დოკუმენტებთან მუშაობა, განხილვები და დრო არ იცის, იმიტომ რომ ბავშვები არიან, რომლებიც დგანან რიგში, რომელთაც დრო აიეწურება, როგორც ახლა თქვა 9 თვე არის საჭო. ამ 9 თვეში ვერ მოხერხდება ამ პრობლემის სისტემურად მოგვარება. ამიტომ აი რომ ჩვენ გვიწევს კლუბ სიარულე გუდვილში, სხვადასხვა დაწესებულებებში, თავშეყრის ადგილებში, რომ ავაგროვოთ თანხა, რომ მივმართოთ ბიზნესს, რომ გავაკეთოთ საქველმოქმედო რაღაც ღონისძიებები, აქციები, რომ რაღაცა სასწრაფოდ მოხდეს ამ ბავშვების, ვინც ეხლა არის ესეთ მდგომარეობაში მათი და. ანუ ეს აქციები მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, აქციები გაგრძელდება და ჩვენ წეგან თქვენმა ტელემაყურებელმა დასვა ესეთი კითხვა, რომ საიდან აპირებთო თანხების მოზიდვას. მე გეტყვით საიდან ვაპირებთ თანხების მოზიდვას. ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ყველა ის ადამიანი, ვინც დასაქმებულია. თვითონ არის რომ გაიღოს. რა თქმა უნდა. თვიურად ეს მიაღწევს იმხელა თანხას, რომ ბავშვები აღარ დაიღუპებიან და დროულად ხარისხიანად მოხდება ამ ბავშვების გაყვანა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მე გეტყვით პირველი კომპანია იყო მედიქეა, ქალთა კლინიკა ესეთი,
რომელიც შემოგვიერთდა თავისივე სურვილით, გამოხატა ჩვენთან თანამშრომლობა და იგი მოგებიდან ერთი თვის მოგებიდან 1%-ს რიცხავს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. ამის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ყველა თანამშრომელმა ასევე დავალება მისცა თავის ბანკებს, რომ ყოველთვიურად გარკვეული თანხები, ვისაც რამდენი შეეძლო, იჭრება მათი ხელფასებიდან და ირიცხება დიმიტრი ცინცაძე. სამაგალითოდ ჩვენი კოლეგების ესეთი ფარგლები. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც უკვე დაიწყო ეს პროცესი და უკაცრავად ასევე და იმედი ამ ორ ტელეკომპანიას სხვა ტელეკომპანიებიც უახლოეს მომავალში შევერთებიან. ჩვენს დიდი სურვილი ვექნება თუ შესაძლებელი იქნება რომ ჩვენს გვერდით დაგიდგებით როგორც წეგანას ახსენი ახალბედა და ჟურნალისტები. მოდიში მე მინდა გამავიწყდეს, მე მინდა ქალბატონ თეა ზურგიანი, რომელიც ჩვენ ხარში კი არ დაგვიდგა, შემოგვიერთდა ფაქტიურად, პირდაპირ თქვა რომ უერთდები ამ ჟურნალისტთა გაერთიანებას, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს და იუსტიციის სამინისტროში, ახლა ქალბატონ თეა რახან შემოგვიერთდა ამის გამო კი არა, თვითონ იუსტიციის სამინისტროში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა აერქვახანს ძალიან სერიოზული თუ სოლიდური თანხა გადმორიცხეს თავიანთი ხელფასებიდან. ანუ მე ამითი ისე თქვა. აღნიშნოს თინახი და შელის ინიციატივას, როდესაც თავისი ხელფასი, მთლიანი ხელფასი ჩარიცხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში. და სხვა ბევრი იქნება ესეთი ადამიანი, რომ აქ არის ლაპარაკი ყველა ადამიანზე. მე მასწავლებლებს ვიტყოდი, რომლებიც შემოგვიერთდნენ და ახდენენ მობილიზებას მასწავლებლებთან, რომ თვითონ არის. მაგალითად ვიტყვი პირდაპირ 46 ბაგა ბაღი, რომელიც მიუხედავად მათი წირი ხელფასებისა თვითონ ყველა მასწავლებელმა თვითონ არის ჩარიცხა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტკივილია საზოგადოებამდე ჩვენ მივიტანეთ. ამ ბავშვების და დიტოს მხარდასაჭერადაც უნდა აღინიშნოს ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რადგან ვამბობთ ყველას, ვთქვათ, ქართულ ფონდის მხარდაჭერაც, ასევე მერის მხარდაჭერაც დიტოს ცინცაძესთან დაკავშირებით. ბატონ მამუკა ქაცარავამ ძალიან დიდი დახმარება გაუწია ქართულ ფონდი და ძალიან ბევრი ორგანიზაცია. ნამდვილად კარგია თუ ყველა ორგანიზაცია გაწევრიანდება. ყველა აქვს ჩვენს ფონდს შეხვედრა ასევე ფინანსთა მინისტრთან. ამ დეტალების ასე ვთქვათ სასაუბროთ ამ დეტალებზე და იმედი გვაქვს ძალიან რომ პროდუქტიული იქნება ეს შეხვედრა. ბოდრის გიხდით, მაყურებელი არის ისევ ჩვენს ეთერში, შემოუშვათ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. უკაცრავად, მე ამ არხის მუდმივი მაყურებელი ვარ. დიახ. კითხვა მაქვს, ანუ რა მხრივ. მე ვარ სკოლის მოსწავლე, მე-11 კლასის მოსწავლე ვარ. დიახ. ვარ მომავალი ჟურნალისტი. მაინტერესებს თუ შეიძლება მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღოთ მონაწილეობა თქვენ აქციებში. და რატომ არ გადის ასე ვთქვათ ინფორმაცია ამ არხზე? იმიტომ რომ არის ახალგაზრდული არხი და ვუყურებთ ახალგაზრდები და ინფორმაცია ასე ვთქვათ არ არის. ამ საკითხზე ჩვენთან და თუ შეიძლება რომ აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა. ახალგაზრდებს სურვილი აქვთ რომ გაწევრიანდნენ და ახალგაზრდები გაწევრიანდნენ ჩვენს. მე პირადად როგორც ამ ფონდის ხელმძღვანელი გეტყვით რომ ის ჟურნალისტები საქართველოში ყველა ჟურნალისტი, ყველა ოპერატორი და ყველა ტელემედია სივრცეში, ჟურნალ-გაზეთები, ბეჭდური მედია, სააგენტოები, ყველა აბსოლუტურად მოიაზრება ამ ფონდის წევრად. თუმცა ეს რომელმაც დაერკა მე-11 კლასის მოსწავლე ვარ და მომავალი ჟურნალისტი და მინდა გაწევრიანებაო. ანუ შესაძლებელი არის ყველა აქციებს რაც შეეხება ფონდი პირადად მე და ჩემი მეგობრები ვინც ამ ფონდში ვართ, როცა აქციებს ვაპირებთ, ჩვენ ამას ვდებთ Facebook-ის საშუალებით და ვაცხადებთ, რომ აი ხვალაზე, განმაზებ ტარდება ესა და ეს აქცია და აქ და იქნება მიიღებენ მონაწილეობას ეს და ასე შემდეგ. ზუსტად ეს თქვა მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა და ძალიან საინტერესოა. ჩვენ ამას ვაქვეყნებთ. ჩვენ მუშაობთ პლუს ამას ჩვენ ვებგვერდზე, მას ქვია სიცოცხლეჯე, ესე დავარქვით ჩვენ და მალე ეს გვერდიც ამოქმედდება და ყველანაირი ინფორმაცია ამ გვერდზეც იქნება. ისე არსებობს Facebook-ის გვერდზე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და შეგიძლიათ შეხვიდეთ იქ და ნახოთ ძალიან ინფორმაციას. არის ესეთი კითხვა და მეც მაინტერესებს და მე მგონი საზოგადოებასაც თუ ესეთი ბავშვები იქნებიან კი არა და სამწუხაროდ არიან ესეთი ბავშვები, რომ სხვებსაც ჭირდებათ დახმარება,
თუ თანხა არ იყო დროულად შეგროვებული. არის თუ არა შესაძლებელი რომ იმ კლინიკას შორის სადაც ამ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ოპერაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის შედგეს საუბარი რომ წინასწარ ჩაუტარდეთ ამ ბავშვებს ოპერაცია და თანხის შეგროვების შემდეგ გადაერიცხოთ ეს თანხა. სამწუხაროდ არა მე პრეცედენტი ეგეც მე აგიხსენთ რაშია საქმე. ვერონას კლინიკა ჩვენ წევა ვახსენეთ იტალიის ვერონას კლინიკა რომელებიც მზად არიან იაშვილის კლინიკაში უბრალოდ იქ იყო დრო მოცემული რომ იაშვილის კლინიკაში გაიხსნას ტრანსპლანტაციის ცენტრი. ამაზე მე როგორც ვიცი ეს იაშვილის კლინიკის პრობლემა მუშაობენ და ნახევრად გაკეთებულია ჩვენ დავათვალიერეთ კიდევაც საქართველოში მაგრამ აქ არის ესეთი ხაზგასმით ნათქვამი რომ თუ სახელმწიფო ჩაერთვება ამ სისტემურად ამ ბავშვების დაფინანსებაში ვერონას კლინიკამ მზად არის ჩამოვიდნენ და აქ ჩვენ სპეციალისტებთან ერთად გააკეთონ ტრანსპლანტაცია ამ ბავშვებისთვის იქამდე სანამ ჩვენი სპეციალისტები თვითონ გაივლიან გადამზადებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გამოხატოს ნება იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ დავკარგოთ. თორე შეიძლება რაღაც პერიოდი გავიდეს და ის 75,000 რაც ჩვენ შვილებს, ჩვენ ბავშვებს სჭირდებათ, ცოტა ხანში გახდეს ისე 150,000. დიახ. თუ არის თქვათ შესაძლებელი ესეთი რაღაც, რომ ანუ ბევრი რამოდენიმე ადამიანი მინახავს, რომ მარტო თბილისში არა, რაიონებშიც არიან ესეთი ბავშვები და რატომღაც ვერ მოაწვინეს ხმა, რომ თქვათ ამ იმაში ფონდებში გაწევრიანდნენ და დაეხმაროთ. როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს ბავშვებიც თქვათ ჩავრთოთ ამ პროგრამაში, რომ მათი დახმარებაც ერთ-ერთი სამკურნალო დაწესებულება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს, მე როგორც ვიცი, არის იაშვილის კლინიკა. იაშვილში არის მსგავსი ავადმყოფობის მქონე ბავშვები. ამ ფონდში გაწევრიანება არა, ანუ როგორც კი ხდება ესეთი პრეცედენტი, რომ ბავშვს აქვს დარჩენილი 9 თვე, ბავშვს აქვს აი ესეთი სიმძიმის ლეიკემია. არა, თავარი არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით ისეთ ბავშვებს, როგორც იყო თენგო ზაკაშვილი, რომელიც სასწრაფოდ იყო. სასწრაფოდ, აი 9 დარჩენილი. ანუ რამოდენიმე დრო თუ არის დარჩენილი? ძალიან მცირე დრო, ანუ სიცოცხლესთვის საფრთხეს, როდესაც წარმოადგენს ბავშვი მდგომარეობა, ამ დროს ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ესეთა ეს ბავშვი ლეიკემიით დაავადებული იქნება თუ ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვი სასწრაფო საოპერაციო, ამ შემთხვევაში ფონდი გადადის მთლიანად ამ ბავშვის გადარჩენის მიზნით. ზუსტად წეღან მე იმიტომ ვახსენე ის თანხები, რომ ყველა ერთობლივად ეს იქნება ავიღოთ ესეთი დიდი თასი, სადაც ჩვენ მოსახლეობად ჩვენი ხელფასებიდან რაღაცას გავიღებთ და ეს თანხა შემდეგ მოხმარდება ამ ბავშვებს. რაც უფრო მეტი იქნება თანხა, მით უფრო დროულად მოვახერხებთ ამ ბავშვების გაყვანას და ამ ბავშვების დახმარებას. ლეიკემია 50-60 ბავშვს ემართება წელიწადში, დაახლოებით სტატისტიკა ესეთია. თუმცა ქიმიოთერაპიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა აქედან არის 5, 6, 8, 10 აი საშუალოდ ესეთი რაოდენობა ბავშვების, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც არის ურთულესი პროცესი, რასაც ჭირდება მინიმუმ 75,000 евро. ჩვენ სწორედ ვცდილობთ, რომ ესეთ ბავშვებზე ვიზრუნოთ, რამდენად გამოგვდის ალბათ საზოგადოებრივ პროგრამაში, თუმცა მაყურებელი არის ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მაყურებელი არის ჩვენს ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. ეხლა გისმენთ და ძალიან აფტოვანებული ვარ, ეგეთ კარგ რაღაცას აკეთებთ რა, ეს ფონდი რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს ეხმარება, ეს არის ძალიან დიდი საქმე და ძალიან ბევრია ესეთი ბავშვი და ეხლა საბედნიეროდ პირადად არ ამყავს ეგეთი ავადმყოფი, მაგრამ ხო ხედავ რა ხდება ქვეყანაში და რა და ძალიან კარგია, მადლობის მეტი არაფერი, მე უბრალოდ გამოვხატე ის, რასაც მინდა ნებისმიერი ქართველი გამოხატავს, რომ ძალიან კაი კეთდება და ალბათ ყველა ჩვენთაგანმა რაღაც უნდა გაიღოს და თითოეულა თეთრი თუ ლარი თუ რაღაც თქვენ ანგარიში უნდა შემოიტანოს, რომ ეს საქმე გაკეთდეს.
მართალია ძალიან ბევრი ფონდებია დღეს, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარია და ერთ-ერთი აუცილებელია და მადლობა თქვენ, რომ ეს კარგ საქმეს აკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ პირიქით მონაწილეობთ და ესეც აზრზე იმყოფებით. მე მინდა ბოლო კითხვა დავსვა და ჩვენი ეთერის დასასრულს მივახლოვ და თუ არის შესაძლებელი, რომ მომავალში თვითონ საქართველოში ჩატარდეს ესეთი ოპერაციები და ბავშვებს აღარ მოუწიოთ თუნდაც იმ შიშორეგასაზე წასვლა, რომელიც უფრო საფრთხეს უქმნის მისჯამრთელობას, ანუ ტრანსპორტირება. კახამ უკვე ისაუბრა იაშვილის კლინიკაზე არსებული იაშვილის ბაზაზე მიმდინარე, ანუ ამ პროცესზე, სადაც სავარაუდოდ არის გეგმა, რომ გაკეთდეს ტრანსპლანტაციის ცენტრი. ეს სამუშაოები მიმდინარეობს, იაშვილის კლინიკა ზრუნავს ამაზე, რომ შეიქმნას სავარაუდოდ ეს ფინანსურადაც იქნება გაცილებით მომგებიანი ბავშვებისთვის აქ ადგილობრივი რესურსით ამის გაკეთება. 10 ჯერ უფრო ნაკლები იქნება თანხა. რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს ამას წერტილი დაესმევა ამ საქმეს. მე ერთი რამე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, სანამ დაასრულებთ თქვენ გადაცემას. ჩვენ დაგვიკავშირდნენ მსოფლიო ფონდი, ეს არის ბრიტანეთში, ერთად ლონდონში, რომელიც მოიცავს 12 სხვადასხვა ქვეყნების სერიოზულ ფონდებს. 12 სერიოზული ფონდია, რომ მე შემიძლია მაგალითად თქვა ნელსონ მანდელას, ანჯელინა ჯოლი და ასე შემდეგ, ესეთ სერიოზული ადამიანები, ვინც სერიოზულ ქვემოქმედებას ეწევა. ეს ადამიანები ესენი დაგვიკავშირდნენ ჩვენ, წარმომადგენელი ბატონი სანდრო კაკულია, რომელიც ამ ფონდის წარმომადგენელია საქართველოში. აგვირჩიეს ჩვენ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და მათი პარტნიორები ასე მათი პარტნიორებად და 29 ივნისს თვითონვე აირჩიეს ბუდაბარი და თვითონვე ეპატიჟებიან აქ ჩვენ ქვეყანაში შეძლებულ ადამიანებს, ბიზნესმენებს, ანუ ამ საკითხზე სასაუბროთ და სასაუბროთ არა, ეს არის Global Party ესე ქვია, ექსკლუზიური ღონისძიება. აგიხსნით ეს ტარდება ერთდროულად 100 ქვეყანაში. ჩვენ პატივი გვერგო და პირველად საქართველოში წელს ტარდება და თბილისში ჩაერთო ამ Global Party-ის მარათონში, მარათონია და ხდება რა, რომ გამოცდილება ამ ხალხს აქვს ამისი და ჩვენ ვიქნებით წარმომადგენლები, მოვლენეს ადამიანები, უკვე დაპატიჟებულები არიან, გაგზავნილია მოსაწვევები ყველასთან და იქნება იქ პატარა კონცერტი, მაგრამ თავარი კონცერტი არ არის, თავარი იქ არის, რომ ფარტი ახლა ჩვენ სხვანაირად გვესმის ფარტი, ცეკვა და ის არ იქნება იქ, რომ ჩვენ დავდგეთ და ვიცეკოთ ან რაღაც. ეს იქნება ქველმოქმედა, ანუ შემოვა ადამიანი, ერთი ვოკალი შამპანიური დადგება, იქ მან უნდა გაიღოს თანხა იმისათვის, რომ დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ერთადერთი ჩვენ ვალდებულება რაც არის იმ სოფლიო ფონდში ძალიან მცირე თანხა უნდა გადაირიცხოს და დანარჩენი შემოსული თანხა მთლიანად მოხმარება, რჩება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში დასახმარებლად იმისა, რომ დავეხმაროთ ჩვენ ლეიკემიით. და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აი ბავშვები ვინც ახლა რიგში დგანან და ესეთი რამდენიმეა, სწორედ მათთვის იქნება ეს თანხა აკუმულირებული და რა თქმა უნდა, მათი მისამართით ასე თქვა. ძალიან მიხარია, რომ ესეთ კეთილ საქმეს ემსახურებით, ძალიან სასიხარულო, დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მომბრძანებისთვის. რომ ამ თემაზე საუბრობთ. ნამდვილად საინტერესო გადაცემა იყო, მე მინდა რომ ყველა ქართველს მოუწოდო, რომ გავერთიანდეთ, დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებიც ძალიან პატარები არიან და ვაჩუქოთ თუნდაც ჩვენ სიცოცხლე. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან ერთად მეორე შანსი მივცეთ, თუმცა სანამ დავამთავრებდით კიდევ ზარი არის აქტიურობენ მაყურებლები გისმენთ? ალიო გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. გადაცემას ძალიან საინტერესოა და თუ გაქვთ ინფორმაცია ლეიკემიით დაავადებულთა ფონდი თუ არსებობს, სადაც შეიძლება სურვილებმა ვთქვათ თავიანთი რა ვიცი ჩარიცხონ რაღაც თანხა და დაეხმარონ ამ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა. ამ თემაზე საუბრობთ ამდენი ხანია. ამდენი ხანია ამ თემაზე საუბრობ და მე გითხრათ კი არსებობს სხვადასხვა ფონდებით, ეგ თქვენი ნებასურვილის მიხედვით არის, შეგიძლიათ
სხვა ნებისმიერ ფონდში ჯარისხო ცეცხლთახა ეს თქვენ ებასურუზეა უბრალოდ ანუ ალბათ ანგარიშის ნომერი ქონდა მხედველობაში რომ მისასვლელი გამختارიყო ჩვენი ანგარიშის ნომერი სამწუხაროდ ახლა ზეპირად არ ვიცი ვერ გეტყვი ძალიან დიდი ციფრია თუმცა მე მგონი თქვენს ფონდის ანუ Facebook-ის გვერდზე წერია თითოეული ჩვენგანის გვერდზე არის გაშიარებული ეს ანგარიში ანუ ალბათ და ეს საიტი მეგონი სიცოცხლეში არის ხო მე წეგან ახსენეთ უბრალოდ ჯერჯერობით არ მოქმედებს სიცოცხლეში თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში Facebook-ის გვერდზე ან შეხვიდეთ ჩემ გვერდზე კახა ჯანაშვილი და ჩემი მთავარი სურათი არის მირზას სურათი სადაც წერია რომ მირზას შეგროვებული აქვს 50000 евро გჭირდება 100000 და ქვემოთ არის რეკვიზიტები ეს რეკვიზიტები არის დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის რეკვიზიტები ანალოგიურად ჩემს გვერდზე შეგიძლიათ შეგძანდეთ და ანალოგიურს ნახავთ იქ ასე ძალიან კარგი კიდევ დიდ მადლობას გიხდით მე მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებლებს აუცილებლად ცოტა ხანში შევხვდებით ისევე საინტერესო ამბებით კარგად ვწანდებოდეთ დიდი მადლობა ნახვამდის